მოგესალმებით, პატრიოტული ტელემაყურებლებო. კეთილი სურვილებით. დღეს ჩვენ პირველად გვექნება საუბარი არა პოეზიაზე. ჩვენი რუბრიკა ნაწილობრივ შეიცვლება მომავალში. ეს ერქმევა სახელად ლიტერატურა და ხელოვნება და ამ რუბრიკით ჩვენ მოიცავთ არა მხოლოდ პოეზიას, არამედ პროზასაც, დრამატურგიასაც, მუსიკასაც, ქანდაკებასაც, მხატვრობასაც და ასე შემდეგ. მოკლედ, რაც ლიტერატურა ხელოვნებას შეესაბამება და ეკუთვნის. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ თქვენ ლიახვის ხეობის მკვიდრი ბატონი ნიკოლო თინაშვილი, ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, იგი პირველად აღებულობს მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში და წარმოდგება თავისი წიგნით, რომელსაც ჰქვია ლიახვის ხეობის ონომასტიკა. თუ რა არის ონომასტიკა, ანუ იგივე რაც ონომატოლოგია, რას წარმოადგენს, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანების ცხოვრებაში, ერის ისტორიაში, რა სირთულებთან არის დაკავშირებული მათი კითხვა, წარმოშობა, შენახვა, ასე ვთქვათ, გამოყენება და ასე შემდეგ, ყველაფერზე დეტალურად გესაუბრებათ ბატონი ნიკო. ჩვენ საუბარს ექნება დიალოგის ხასიათი, მე წინასწარ მაქვს რამდენიმე შეკითხვა მომზადებული, ამის შესახებ ნიკო მიეცეს რა თქმა უნდა და აი ესეთი დიალოგით გავაგრძელებთ ჩვენ საუბარს. მანამდე ბატონი ნიკო დაიწყებდა თავისი წიგნის წარმოჩინებას, მე მინდა მოგახსენოთ, რომ ეს წიგნი გამოიცა თბილისის ერთ-ერთ რედაქციაში. წიგნის რედაქტორები არიან ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. რეცენზენტები ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი როლანდ დოქჩიშვილი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი დოცენტი ვახტანგ მაღრაძე და გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი კობა ხარაძე, ხო? ხარაძე. ბატონო ნიკო, აი ახლა მას შემდეგ რაც მე წავდგინე თქვენთან მაყურებელს, ეხლა მოდი დავიწყოთ პირდაპირ რა არის ონომასტიკა, ონომატოლოგია. მოკლედ გავაცნოთ. დიდი მადლობა ბატონო ვახტანგ სტუდიაში მოდევისათვის. და მინდა აღნიშნო, რომ მემართულებით მუშაობას ვაგრძელებ კიდევ თვითონ ონომასტიკა, ანუ ონომატოლოგია ფართო ცნება, რომელიც მოიცავს სახელთა ერთობლიობას, კრებითი სახელი ონომასტიკობი, მოიცავს ადგილების, ტოპონიმების, მდინარეების, სახელთა ერთობლიობას მოიცავს და ეს არის ფართო საკითხი საქართველოს ისტორიისათვის, ფილოლოგიისათვის. ამ მიმართულებით არა მარტო ეს წიგნი, რომელიც თქვენ წარუდგინეთ მაყურებელს, არამედ ბევრი ნაშრომი გამოქვეყნებული დაახლოებით 40-მდე სპეციალურ ჟურნალებში. ამ მიმართულებით მონაწილეობდი და მონაწილეობ ახლაც სამეცნიერო კონფერენციებში, რომელიც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ტარდება. ესენია ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, ბათუმი, თელავი, ცხინვალი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახლა მონაწილეობდი და თელავშიც ვიყავით ახლა ამ წელს. და ახლა ამ ორ დღეში მივდივარ კიდევ მოდიშჩუთ შეგაწყვეტინებთ. აი მაინც იქნება მოკლედ უთხრათ მსმენელს, გვიყურებენ ჩვენ ახალგაზრდები, ხანშესულები, მოსწავლეები, პედაგოგები და შემდეგ. აი ონომასტიკა. კონკრეტულად შეგვიძლია მოკლედ უთხრათ რა არის? ეს არის ტოპონიმის სახეა, თვითონ ტოპონიმის და ადგილის სახე და ტოპონიმი და თვითონ გვარის არის ანთროპონიმი და ერთიანდება კრების სახეში ბატონობას, რომელსაც ტოპონომასტიკა, რომელიც მოიცავს ადამიანთა და ადგილთა სახელებს. და ეხლა სანამ თქვენ შეკითხვას დამისვათ, აქვე გეტყვით, რომ როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ჩემი მასწავლებლები ძალიან სახელმოხვეჭილი მეცნიერები. აი აკაკი შენიძე აკითხულობდა ლექციებს, გიორგი ახვლედიანიშვილის კათედრის ამბიები, ერთი იყო ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის ამბი, მეორე იყო ასე ვთქვათ ძველი ქართულის კათედრის ამბი და ასევე ისტორიული მეცნიერებათა დოქტორი, ცნობილი მეცნიერი ლომოური. ახლოს ვიცნობ იმას, ეხლაც ახლოს ურთიერთობა მაქვს. მუზეუმის დირექტორი გახლავთ თბილისში, არბოდან არის ის წარმოშობით და მავალებდნენ ხოლმე რომ მე როგორც აქაური მკვიდრი, ლიახვის ხეობის მკვიდრი, ქსნის ხეობის, მეჯუდის ხეობის, ლეხურის ხეობის, ფრონოს ხეობის წარწერებს ისტორიულ ნაწილში, ფილოლოგიის ნაწილში, ამ დავალებას რომ ასრულებს, მე დაგროვდა უნებრივად ბევრი მასალა.
დაბლობი ვერ მასმე მე შემომთავაზეს ძველი ქართული ენის კათედრაზე რომ მომეყარა ერთი მიმართულებით ავიდა სწორედ აი ონომასტიკის მიმართულებით გაკეთდა ეს დისერტაცია რომელიც დასული ქართლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კათედრაზე ძველი ქართული ენის კათედრაზე ჩემი ხელმძღვანელი ზურაბ ჯუმბურიძე პროფესორი ალბათ ამ ციგნის გამოსვლით რამდენიმე წელი იმუშავეთ რა თქმა უნდა ძალიან დიდი მოცულობით ციგნია და ფერციერობას მოგიწევთ ახლა ხეობებში. დიახ ბატონო ასე იყო ნამდვილად ჩემი მასწავლებლის არასოდეს მეღარადია ფეხით ამახ შემოვლეთ ცენტრალური კავკასიონი ქსნის ხეობა ლეხურის ხეობა მეჯუდის ხეობა ტვალეთი მაგრანდვალეთი მთისიქითაც და ჩრდილოეთის რესპუბლიკას უეძახი აქეთ ესენი ქართლის ფარის სოფლები საქართველოს გორის რაიონის სოფლები იმიტომ რომ გვართა მიგრაცია საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა და მთიდან ბაში ჩამოდიოდა ხალხი არის პროცესები, როდესაც მაგათა გაჩნდა გადმოსული მოსახლეობა, არის რომ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სამსვენარ არის მოსახლეობა, უნდა იყოს ქართლში ეს მოსახლეობა დიდი პროცენტი, 50%. დაახლოებით რამდენი წელიწადი მოგზაურობდით ხეობაში? მოგზაურობდი ნამდვილად და კლდეებში. დავდიოდი ხეებში, კლდეებში, თუსოს ხეობით და რომ დავიწყდით, გადმოვიდოდი კუდაროში და უნებურად ჩემი წინაპრები ვახტანგ მე-6 და ვახუშტი ბაგრატიონი მამაშვილი იყვნენ ისინი და მაგალდებოდა რომ როგორ დადიოდნენ ისინი თემში ვახუშტი ბაგრატიონი ცხენით ფეხდა ჩვენი ხალხის და ჩვენი ხალხების არაქართველების წარსულ დღევანდელობას სწავლობდნენ და ასე შეიქმნა მისი კლასიკური ნაშრომი აღწერა სამეფოს საქართველოსა. და მაინც რამდენი წელიწადი იმუშავა? დაახლოებით 20 წელიწადი. და ეს მუშაობა ბატონო ახლა გრძელდება. გასაგებია. გვერდით საკითხი რაც შორის ონომასტიკის აი მე ახლა როგორც არასპეციალისტმა საქმეში, ონომასტიკაში და ონომატოლოგიაში, რა თქმა უნდა არასპეციალისტი ვარ, მაინც კონკრეტულად მაინტერესებს ახლა უბრალო ენაზე რო ვთქვა. ეს არის დაუშვათ ტოპონიმები, ანუ ადგილების, სახელები, დინერების სახელები, ტბების, წყაროების და წარწერებიც ხო აუცილებლად, ეს აგი ყველა მონასტერების კედლებზე, საფლავის ქვებზე დაუშვათ, ან სხვა რაღაც ნიშებზე. ნამდვილად, სწორედ ამბები დაბალმასთან ეს ყველაფერი სრული არ არის. და რაც აუნიშა, ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება და ამ წელიწადში რამდენჯერმე მაინც ექსპედიცია შევდივარ. ეს არის ზამთარი, არის ზაფხული, ახლა ღვთის ხეობაში ვაპირებ დასვლას. ჩვენი ინსტიტუტის ხელმძღვანელობა ხელს მიწყობს ამ მიმართულებით, რომ ეს სამუშაო შესრულდება სტუდენტები დავაინტერესო და უნდა იქნას, რომ მადლობელი ვარ ენათმეცნიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელობის, ჩვენი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის, რომ დაუშვეს ეს საგანი ონომატოლოგია და ეს კურსი მე მაქვს მოდოდი. ისწავლება და სასურველიო თუ გორის ინსტიტუტშიც ეს საგანი შეიძლება შემოღებული. მაგრამ არ არის შემოღებული გორის უნივერსიტეტში, ჩვენთან კი არის. ასეთ საკითხი იბადება, კითხვა უბრალოდ იბადება ბუნებრივია. აი 20 წელიწადზე მეტი მუშაობდით, აგროვებდით, რა თქმა უნდა ძალიან ისეთი ათასობით თეორია, 15,000. მე ამას უნდა სისტემაში მოყვანა უნდა და დალაგება უნდა და რაღაც კლასიფიცირება უნდა და აუცილებლად ყველაფერი დალაგება ამბაზი აქვს. აბსოლუტურად ამბაზია დალაგებული. ეხლა ასეთ შეკითხვა თავისთავად იბადება. კი ეს ციგნი გამოვიდა, ამას ლექციებიც იკითხება. შეიძლება დაინტერესებული სხვა პირებმაც წაიკითხონ, ერთად დაუშვათ საქართველოს ისტორია ინტერესებს. და აი რა მეცნიერული ღირებულობა აქვს და იმ მონაცემებს ციგს რაც აი აქ ამ ციგში არის. მე ხა გადავატორებდი ეს ციგნი, ყველა კარგად წავიკითხე. მაგრამ რაღაც მეცნიერული თვალსაზრისით რა ფასეულობას წარმოადგენს ეს საკითხი. რაც მოგცემს ჩვენ მომავალში. ბატონო ახლა ეს საკითხი უნდა იქნას რომ მე ისეთი მხარიდან ვარ, რომელიც მოქცეული არის ინფორმაციულ ვაკუუმში. ეს გრძელდება საუკუნისა. წლების განმავლობაში, დაახლოებით 50 წელი, როდესაც შეიქმნა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი 1922 წელს. მას მერე ეს მთელი რიგი იერიში განახორციელეს ქართულ ტოპონიმებზე სეპარატისტებმა. კერძოდ 1934 წელს გამოვიდა წიგნი სამხრეთ ბროშურა არის ის სამხრეთ ოსეთის დასახლებული პუნქტები, დინარების და მთების სახელები. ეხლა ეს გამოიცა ინსტიტუტის გრიფით, პედაგოგიური ინსტიტუტი არსებობდა მაშინ ცხინვალში. და რა არის 686 ტოპონიმი და უნდა გადაერქვათ სახელი ქართულ ტოპონიმებისაც აბსოლუტურად 686 ტოპონიმი მაგალითად მონასტერი უნდა ყოფილიყო არის ასეთი ისტორიული სოფელი ჩვენთან სერ აჩაბეთ ყოფილიყო დალაგაშაბეთ ქვევაშაბეთ მე აი მოკლედ თქვა ბატონო ნიკო და ამდენად ისახავდნენ მიზნად ხარხალი წარმოშობა ყვალი წაეშალა თავი რაღაცა დაემკვიდრებინათ მოგონილი სახელები დაემკვიდრებინათ და ასე მაგალითად კოშკა ფაქტურად წაშლილი სოფელი არის ედისთან.
ეს არის ბოდიში დიდი რევის ხეობაში არის საცეცოფე და წაიშალა ის. და სასახელო უწოდეს. მაშინ ასე შეიძლება ვთქვათ, რომ აი ამ წიგნის გამოშვება, ამ წიგნის არსებობა ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენ ქართველმა ერმა შევინარჩუნოთ ჩვენი ტოპონიმები, შევინარჩუნოთ ონომასტიკა თუ რა ექსპერტები, რომ არ წაიშალოს ის კვალი, ის ქართული კვალი, რაც ამჟამად არსებობდა და იყო ამას ემსახურება თქვენ პირადად და თქვენი წიგნიც. ჩვენი წიგნით ამას ემსახურება თვითონ ინფორმაციული ვაკუუმი არ უნდა იყოს ქართველმაც და ოსმას და სხვა ტომელმაც უნდა შეიგნოს, რომ ეს არის საქართველოს ისტორიული მიწა-წყალი. უბრალოდ მოსულები არიან ისინი და უნდა ეთქვა ჩვენი წყალი არავინ არაფერს არ ეუბნება. ჩემი კერძო საერთოდ ბატონოებთან ასე არის ყოველთვის კრებაზე გამოსულა, ეროვნულ მუზეუმში გამოსულა. უნდა მითქვას, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ, საჩუქარი არაფერი არ და როგორცაც ვაგად მოიდომა რესპუბლიკას, ჩვენი ხელისუფლება აი ოსური ლექსიკის კუთხით რა არის თქვენ? ასაგებია. ოსური ლექსიკა ტიპში წარმოუდგენელი არის ტიპში. იყო ასეთი ცნობილი მეცნიერი ყოღათელეევა, მუშაობდა აღმოსავლეთ სოციოლოგიის ინსტიტუტში. კარგი მეცნიერი იყო, კარგი ადამიანი, მე მას წავაკითხე ისინი, შენიშვნები თუ ქონდა ისინი გავასწორეთ ჩვენ. და ოსური ლექსიკა ნაწილობრივ შედა იმ ხეობაში, უნდა ითქვას ბატონოებთან ორივე ხეობა თითქმის ქართულია. აი პატარა ლექსიკის ხეობაში ოსი აღარ ცხოვრობდა და სამართლიანის ფაქტორით. ჩემთან მე როდესაც ლექსიკის ხეობის სათავეში ყელის თვამდე იყო დასახლებები, მონაწილეობდა ის ხალხი გულითად მღებულობდა. არავითარი სეპარატისტული წარმოდგენა არ ჰქონდა და მე მოხდა ეს ამბავი, როდესაც ასე თქვა ხალხში გამოსულა მოიდოდა. ოსი წაიგითა სამთიქს და წარმოდგენა უნდა ეთქვა ოსური ტოპონიმები მარტო ფუძეანია და ძირითადად თარგმნილია. თარგმნილია და ქართულია უფრო ეს. უფრო ცვლილება მიკროტოპონიმებში შეიძლება, მაგალითად ხეს ადაკ. ოსურად ეთქიან ადაკ, ხელი, ხო? ანაჩერი წყარო, ხელი, მთა, რაც მოსწევება ხოჭის შრომებში, ის იყოს იმას იმეროებს შეურახა. ხოლმე პატარა ოსი აღარ არის. ერთი შეკითხვა კიდე ასეთ ხასიათის. აი ამდენი წლების განმავლობაში მოგზაურობდით, დადიოდით, ხან ტრანსპორტით, ხან ფეხით. 1000 ჯურისტი და გვარისა და ხალხს შეხვდით და გაგეცინებოდა სხვა წააწნეთ, აი იგივე არაქართველი მოსახლეობისგან როცა თქვენ თვითონ მასალებს აგროვებდით და ასაგებია. უნდა ითქვას, რომ ბატონებთან აი შემოდასახლებაში მაშინ ხალხი ცხოვრობდა ერმანში, ედიში. მოკლედ უპასუხო. მოკლედ არიან ძალიან გულითადი მასშტაბურობა გამეწიეს და ეხლაც ის ჩანაწერები მაქვს. დავასახლებ მხოლოდ ერთ ფაქტს, საყოლის ხეობა, ლეხურის ხეობის სათავეში, სასოფლო თავმჯდომარე მარგიელი ერიოზი, შესანიშნავი ადამიანი. მე იმან წერილი მომწერა ქართულად რა თქმა უნდა ქართულის ცნობისას რომ ენასწორე შენს გამოსწორ რომ შენ აი ოსური ტოპონიმებს აკრე ფილმად ხო ამას უნდა კიდევ კვლევა მე აღნიშნე რომ სამომავლოდ ამის გათვალისწინებულება უნდა შევიტანოთ ქსნის საერისთავოში სამომავლოდ გათვალისწინებულს წიგნი უკვე დავიწყოთ იმით რომ ქსნის საერისთავოში ეს არის ძალიან ხელი მასალა და დიდი ტერიტორიას მოიცავს და რა თქმა უნდა ერიოზ მარგიელი იქნება თუ მისი ძმა სხვა მარგიელები იქნება შეტანილი იქნებიან ამ წიგნში. კაი ბატონო ნიკო და უკვე დასასრულს ახსოვდება სამწუხაროდ ჩვენი დრო და კიდევ ასეთი შეგეკითხებოდი. Რაღაც უნდა თქვენთან ახსენეთ რომ მუშაობის გაგრძელებას აპირებთ ამ მიმართულებით და ერთი ბოლო კითხვა და ბოლო პასუხი ალბათ ჩვენ მაყურებლისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ წარწერა რომელი იყო, რომელი შეხვდა და აი რომელი ან გეამაყება ამ დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიულად. ბატონო მახტად ეხლა როგორც ძველ ქართულში, ისე თანამედროვე ქართულში არის დიალექტები, ენის დიალექტები და უნდა ეთქვათ ეს წარწერები, რომელიც მე მატარიალზე, დიდი აფექსანზე, მეჯუდაზე, ლეხულაზე მოიპოვე. ეს წარწერები არის შესანიშნავი ქართულით შესრულებული კლასიკური ქართულით. კლასიკური, აი კაიცორი ონომასტიკის ხაზი, რომელიც ისიც საინტერესო, ყველაფერი საინტერესო. ეს არის მაგალითად შემოსული ერების წარწერა. შესანიშნავი ქართული მეფეები და დასახელები ერებისადმი. ხეითის წარწერა, შესაძლოა თილვის წარწერა, მაგრამ თილვის წარწერა კლასიკური მნიშვნელოვანი ერების წარწერა არის, ძალიან ქართული წარწერა არის მოცემული ნამდვილად. ეს მე გავშიფრე, შემიძლია მეფისაშვილი გაშიფრა, მაგრამ ჩემი ტრაკეტო უბრალოდ გაცხადდა მის საკითხზე და მე უფრო ვიღაც ისტორიულ ნაზრის მსვლელობა. ბაზონო ტელემაყურებლებო. ძალიან უხარ რომ ცოტა დრო გვაქვს და ყველაფერს ვერ ვასწრებ. ამაზე სასიამოვნო საკითხებზე უკეთეს რა უნდა იყოს ვისაუბრეთ, მაგრამ იმას გამოწყობთ ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს მომავალში და იქნებ უფრო დეტალურად მოგეცეს ის საშუალება ყველაფერი ნახოთ და მე გესურვებთ ამ მიმართულებით სამუშაოს წარმატებულ გაგრძელებას როგორც გამოვირკვა, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი მასალები გაქვს, რომელიც ქართული ერის ისტორიასაც ასე წარმოაჩენს და მომავალ თაობასაც სჭირდება
ჩვენი ეროვნული, ჩვენი ისტორიის გამტკიცებისათვის, ჩვენი ეროვნული დამწერლობის თუ ონომასტიკის გამტკიცებისათვის და ასე ვთქვათ, რომ არ დაიკარგოს არაფერი ის ღირსეული, რაც ჩვენაწინაბრებმა შექმნეს. ამბობთ. დიდი მადლობა ბატონო მიხეილ. ბატონო მადლობა. საინტერესო სწავლისას თქვენ დიდი მადლობა პატრონო ტელემაყურებლებო ყურადღებისთვის. ახალ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე კეთილ სურვილებით. ამბობთ.